მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2024 წელი, ამოცანა ნომერი 30. ნახატზე მოცემულია ელექტრული ველის დაძაბულობის x გეგმილის x კოორდინატზე დამოკიდებულების გრაფიკი, რომელ x წერტილში უნდა მოვათავსოთ უარყოფითი ნიშნის წერტილოვანი მუხტი, რომ ის მდგრად წონასწორობაში იყოს. წერტილოვან მუხტს მოძრაობა შეუძლია მხოლოდ x ღერძის გასწვრივ. ხო, ესე იგი ჩვენ გვაქვს მოცემული გრაფიკი და ამასთან მოცემულობით ვიცით, რომ სასინჯი მუხტი, რომელიც უნდა შევიტანოთ პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე წერტილებში, არის უარყოფითი და ასევე გვინდა რომ ეს შეტანილი მუხტი რომელიღაცა წერტილში იყოს მდგრად წონასწორობაში. ნუ ახლა მდგრად წონასწორობის ქვეშ ჩვენ გვესმის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ნაწილაკი, ნუ ამ შემთხვევაში მუხტზე არის საუბარი, მცირე შეშფოთების შემდეგ ის საწყის მდგომარეობას დაუბრუნდება. ახლა მოდით განვიხილოთ თითოეული შემთხვევა. ნუ ჯერ პირველ რიგში ძალა რომელიც შეტანილ მუხტზე იმოქმედებს, ტოლი იქნება QAX-ის. ახლა მოდი დავაკვირდეთ პირველ წერტილს, დავუშვათ აქ, მოვათავსეთ ჩვენი Q მუხტი და მოდით გამოვიყვანოთ წონასწორობის მდგომარეობიდან. ნუ თვითონ პირველ წერტილში, როგორც ხედავთ, ელექტრული ველი ელექტრული ველი მასზე არ მოქმედებს, შესაბამისად მასზე მოქმედი ძალაც ამ ტოლობიდან ნულის ტოლი იქნება, მაგრამ მოდი დავაკვირდეთ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამ ჩვენ მუხტს, რომელიც აქ შევიტანეთ, ნუ გადავხრით მცირედით, მაგალითად მარჯვნივ. აი მოვათავსებთ აი აქ, გამოვიყვანეთ წონასწორობის მდგომარეობიდან. ამ შემთხვევაში რა მოხდება? ამ შემთხვევაში ელექტრული ველი იმოქმედებს და ეს ელექტრული ველის სიდიდე, აი ამ წერტილში იქნება ცხადია უარყოფითი. ანუ აი აქ x-ი არის უარყოფითი. არის 0. ხო, ნუ რა გამოდის, რომ პირველი წერტილისთვის მარჯვნივ გადახრის დროს თუ მარჯვნივ გადავხრით, მაშინ ამ შემთხვევაში Q პირობით არის უარყოფითი, AX-ი ელექტრული ველის x მდგენელიც აქ გამოგვივა უარყოფითი, საიდანაც გამოგვდის, რომ FX ძალა იქნება დადებითი, რადგანაც Q-ც უარყოფითია, X-იც უარყოფითია და ამათი ნამრავლი მოგცემს დადებითი სიდიდეს. შესაბამისად, X-ი რადგანაც დადებითი იქნება აი ამ წერტილში მოთავსებული, ანუ აი ამ წერტილში მოთავსებული მუხტზე, დადებითი ძალა იმოქმედებს, შესაბამისად ის იმოძრავებს, კი არ დაუბრუნდება საერთოდ პირველ წერტილს, არამედ იმოძრავებს მარჯვნივ. კარგით, ნუ პრინციპში უკვე გამოჩნდა აქ, რომ მდგრადი წონასწორობასთან არ აქვს საქმე, მაგრამ მაინც მოდი მეორე წერტილის გავიხილოთ, კერძოდ პირველ შემთხვევაში ხო მარჯვნივ გადმოვხარეთ, მოდი ახლა აი ეს წერტილი გავიხილოთ, დავუშვათ, აი აქ მოვათავსოთ. ამ შემთხვევაში რა მოხდება? ამ შემთხვევაში პირიქით AX-ი მეტია 0-ზე, შესაბამისად AX-ი თუ მეტი არის 0-ზე, ძალა უარყოფითი იქნება, ანუ მიმართული იქნება x ღერძის საწინააღმდეგო მიმართულებით და მუხტი დაიწყებს მოძრაობას მარჯვნივ x ღერძის დადებითი მიმართულების საწინააღმდეგო მიმართულებით. ნუ ხა წონასწორობის წერტილი გამოგვდის პირველი, მაგრამ ცხრად მდგრადი არ არის, რადგანაც ნუ არ მდგრადი წონასწორობის წერტილია, რადგან მცირედი შეშფოთებად მარჯვნივ ან მარცხნივ მუხტს საწყის მდგომარეობაში არ აბრუნებს. ანუ პირველი პასუხი, მხოლოდ პირველი წერტილი, ეს პასუხი ჩვენ არ გამოგვადგება. ახლა რაც შეეხება მეორე წერტილს, მეორე წერტილში პირდაპირ ჩანს, რომ საწყის მომენტში, ანუ როგორც კი მოვათავსებთ აქ სასინჯ მუხტს, ხო? მასე უკვე უკვე უარყოფითი ძალა იმოქმედებს. შესაბამისად, ველი, არა, ძალა არ იმოქმედებს უარყოფითი, ველი იქნება უარყოფითი, მუხტის უარყოფითი, ამათი ნამრავლი დადებით ძალას მოგცემს და შესაბამისად აქ მოთავსების შემთხვევაში ნაწილაკი, დამუხტული ნაწილაკი დაიწყებს მარჯვნივ მოძრაობას. ნუ ამ შემთხვევაშიც უარყოფითი არის, როგორც ხედავთ, უარყოფითი არის, აი ამ წერტილისთვის, აი ეს AX-ი, ახაც უარყოფითი გამოგვდის. და აი ამ წერტილსაც თუ განვიხილავთ, ბუნებრივია ამ წერტილშიც უარყოფითია. შესაბამისად, მეორე წერტილის მახლობლობაში განხილვისას ჩვენი მუხტი აუცილებლად მარჯვნივ დაიწყებს მოძრაობას. ახლა მოდით, ესე იგი მეორე წერტილიც არ გამოგვადგება, ბატონო ჩემო, და ახლა გადავიდეთ მესამე წერტილზე. აი მესამე წერტილში საინტერესო შემთხვევა გვაქვს. აი მოდით დავუშვათ აი ამ წერტილში მოვათავსოთ თავი და უფრო სწორად ჯერ მოვათავსოთ მესამე წერტილში მუხტი და შევაშფოთოთ ეს ჩვენი მუხტი და წავანაცვლოთ მარჯვნივ
რაღაც ერთეულ რაღაც დელტა x მანძილით წავანაცვლოთ, აი აქ. ამ შემთხვევაში ცხადი არის, აი აქ მოხვედრის შემთხვევაში მუხტზე იმოქმედებს, ველი იქნება ჩავარდება დადებითი ნიშნის ველში ax-ი მეტი არის 0-ზე. შესაბამისად, ax-ი თუ მეტი 0 იქნება, 0-ზე მეტი იქნება მესამე წერტილისთვის, ხო არის უარყოფითი ამათი ნამრავლი ძალას გაამინუსებს, ანუ უარყოფის და ვიტოებს და ჩვენი მუხტი მიუხედავად მარჯვნივ გადაწევისა, ძალა იმოქმედებს მარცხნივ, შესაბამისად აიძულებს მუხტს, რომ მესამე წერტილში დაბრუნდეს. კარგი, ეს ერთი შემთხვევა. ეხლა მოდი პირიქით გავაკეთოთ. აი, აქ თუ მოვათავსებთ, აი აქ თუ მოვათავსებთ. აი ამაზე მოექცევა უარყოფით ველში, როგორც ხედავთ, აი AX-ი იქნება უარყოფითი, ეს იქნება უარყოფითი, შესაბამისად ძალა უარყოფითების ნამრავლს შემოგცემს დადებითს და აი ამ მოთავსებული მუხტისთვის პირიქით მარჯვნივ დაიწყებს მუხტი მოძრაობას. ანუ ყველა ვარიანტში მესამე წერტილი იქნება პასუხი, უბრალოდ მდგრადი წონასწორობის წერტილი იქნება, რადგანაც მცირე შეშფოთებები ჩვენს დამუხტულ ნაწილაკს, რომელსაც ქუმუხტი გააჩნია, უარყოფითი ნიშნის აიძულებს მასზე მოქმედი ძალა, რომ დაუბრუნდეს ნუ საწყის მდგომარეობას. ნუ მესამე წერტილი და მეორე წერტილი საერთოდ წონასწორობის წერტილათაც არ განიხილება. დაახლოებით იგივე სიტუაცია აქვს, როგორც მეორე მეოთხეში, რადგან მეოთხეს თვითონ მეოთხე წერტილში და მის მიდამოშიც, რაგენ მცირე მიდამოშიც ველი დადებითია, შესაბამისად ველი თუ დადებითი არის, ძალა უარყოფითი გამოდის და მეოთხე წერტილშიც და მის მახლობლობაშიც ძალა აქეთ იმოქმედებს და აქ მოთავსებული მუხტი პირიქით ეცდება მესამეში დაბრუნდეს. ასე რომ პასუხი ჩვენ გამოგვივიდა G. მხოლოდ წერტილში 3.